მოგესალმებით, ეს BMG სამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 10 ნოემბერს სრულიად საქართველოში დროგამუშობით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოთ ჩაივლის დღე. დასავლეთ საქართველოში +25 მთიან რაიონებში კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთიან რაიონებში კი +23 გრადუსი ფიქსირდება. რუსთავში +20, მარნაულში +17, თელავსა და სიღნაღში ასევე +20 გრადუსი, ომალოში +18, ლაგოდეხში +15, ცხინვალში +18, გორში +19 გრადუსი ფიქსირდება. სტეფანწმინდასა და ბაკურიანში +11, გუდაურში +7 გრადუსია მოსალოდნელი, ბორჯომში +20, ახალციხეში კი +17 გრადუსი უნდა ველოდოთ. გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოს ქალაქებში. ქუთაისში +24, ბათუმსა და ფოთში +19, სოხუმში +21, ზუგდიდში +20, ქობულეთსა და ანაკლიაში +19, ოზურგეთში კი +22 გრადუსი ფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლავთ ამინდის პროგნოზი საქართველოში 10 ნოემბრისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.